ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება როგორც საქართველოს პრიორიტეტი ეკონომიკური რეფორმების გზაზე. მასშტაბური ფორუმი თბილისში ეროვნული ბანკის ორგანიზებით დედაქალაქმა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ფინანსური სექტორის სახელმწიფო უწყებების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ამ შეხვედრაში. ვაკო მეზურნიშვილი გიამბობთ. საქართველოს როგორც რეგიონში ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი ეროვნული ბანკის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე სახელმწიფო უწყებების, ფინანსური სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქვეყანაში ფინტექ განვითარების კუთხით შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. ეროვნული ბანკი არის უწყება, რომელიც ავითარებს ფინანსურ ტექნოლოგიებს, ინფრასტრუქტურას, ფინტეკებს, ოპენ ბანკინგის პროექტს ვახორციელებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კონკურენცია შეიქმნას ამ სფეროში და საქართველოს გარდაიქმნას ფინანსურ ხაბად ჩვენს რეგიონში, შუა დერეფანში. მთავრობა ქვეყანაში ტექნოლოგიური განვითარების მხარდამჭერია. ინერგება ინოვაციური პროექტები, ხელი ეწყობა სტარტაპებს, რასაც პრემიერის ბოლო საკანონმდებლო ინიციატივაც მოწმობს, რომლის მიხედვითაც ინოვაციური სტარტაპები პირველი 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტო საშიღავათო პირობებით ისარგებლებენ. სამინისტრო ეროვნულ ბანკთან ერთად ძალიან მჭიდროდ მუშაობს კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე, სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის დანერგვაზე და ეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით. თბილისის მუნიციპალიტეტი დღეს არის მოწინავე და წამყვანი საქართველოში ამ მიმართულებით, სერვისების, მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობით, თუმცა ჩვენ მუშაობთ ყოველდღიურად, ვახორციელებთ რეფორმებს, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენ ნერგავთ სხვადასხვა სისტემას, თქვენ ადვართ იმისათვის, რომ ჩვენი სერვისებისათვის გამოვიყენოთ, მიწოდებისას გამოვიყენოთ ღია ბანკინგი, რაც უფრო მრავალფეროვანს და შესაძლებლობს გახდის სხვადასხვა სერვისების მიღებას სხვადასხვა მომხმარებლისათვის. კონფერენციაში მონაწილეობდა შვეიცარიული დელეგაცია. ქალაქ ლუგანოს მთავრობის წევრებმა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისა და დანერგვის კუთხით ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს. ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი გამოცდილების გაზიარების საშუალება გვაქვს. საქართველოს რეგიონში ტექნოლოგიური ინიციატივებით გამოირჩევა. საერთაშორისო დიალოგი მნიშვნელოვანია, რათა შევქმნათ ძლიერი ინოვაციური და მდგრადი ფინანსური სისტემა. ძალიან საინტერესო კონფერენცია იყო. გამოვარჩევდი საქართველოს ახალი ფინტექ სტრატეგიის შესახებ ინფორმაციის მოსმენას, რომელიც მომზადდა სების ჩართულობით და მსოფლიო ბანკის დახმარებით. მჯერა ამ სტრატეგიით საქართველოს რეგიონში მყარ პოზიციებს იკავებს. ქართული ფინანსური სექტორი რეგიონში ლიდერია და განვითარებით უსწრებს ევროპის ბევრ ქვეყანას. ასე აფასებენ დარგის სპეციალისტების საბაზრო მოცემულობას. საქართველოს ასევე გამორჩეულია ეკონომიკური ზრდის სტაბილური დინამიკით, რაც ქვეყნის რეგიონული ჰაბის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, ვინც ფინანსური ტექნოლოგიები, ახალი გადახდის სისტემები ფაქტიურად დააწყვილა რეალური ეკონომიკის მიმდინარე პოზიტიურ ტრენდთან. საქართველოს საფინანსო სექტორი ფაქტობრივად ერთი და ორი ნაბიჯით წინ არის, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში, ასევე ვიტყოდი, რომ ევროპულ ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში, რაც გვაძლევს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვან უპირატესობას იმისა, რომ ჩვენ გავხდეთ რეგიონალური ჰაბი. საერთაშორისო კონფერენცია თემატური პრეზენტაციებითა და პანელური დისკუსიებით დასრულდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინტექის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების ყველა პირობა აქვს.